ამ ხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რუსთავის კორპუსი ქალაქში რამდენიმე მიმართულებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პროცესს, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება, მონიტორინგს პირადად უწევენ. რუსთავში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში ამორტიზებული კარების ახალი რკინის კარებით ჩანაცვლება ხდება. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე პროცესი სამ მისამართზე მიმდინარეობს. კოსტავას 7 ნომერში სამუშაოების ხარისხი დღეს რუსთავის კორპუსის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ლაბაძემ პირადად შეამოწმა. მიმდინარეობს კარებების მონტაჟი სამ მისამართზე 10-90 თანადაფინანსების პრინციპით. კარებები, რკინის კარებები ეწყობა ციფრული საკეტებით, ასევე გასაღების საკეტის მქონე კარებები. პროექტი არის ძალიან წარმატებული. რკინის კარების გარდა ქალაქში რამდენიმე მისამართის ეზოში შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, სადარბაზოებში ახალი სენსორული განათების სისტემაც მონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად აფასებს. მიმდინარეობს მესამე სადარბაზოში კანალიზაციის მილების შეცვლა, რომელიც დავიწყეთ დღეს და ალბათ ხვალ დამთავრდება. ამას აკეთებს რუსთავის კორპუსის 90% და მოსახლეობის 10% აღგრუბეთ. ამ ხანაგობის განვითარების პროგრამით მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპის სამუშაოები ძალიან ქალაქის მასშტაბით. ახლა ამ ეტაპზე დაასრულეს რუსთავის 22-ში სენსორული განათება 40-60 თანადაფინანსების პრინციპით. მოსახლეობა კმაყოფილია შესრულებული სამუშაოთი. რუსთავის კორპუსის 100%-იანი დაფინანსებით ქალაქში გადახურის სამუშაოებიც მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაობს 21 მიკრორაიონის 16 ნომერში მუშაობს.